მივესალმები მაყურებელს, თავისთავად ცხადია, როდესაც საქართველოსია საუბარი და აქ ჩამოსულ სტუმარზე ღვინის თემა არის ერთ-ერთი წამყვანი თემა და მე არ მეგულება ტურისტი, რომლის სამოგზაურო პროგრამაში არ შედის საქართველოში ჩამოსული ტურისტის ღვინის დეგუსტაცია. და თვითონ ჩვენ თქვენ შესავალში ძალიან კარგად ახსენეთ, რომ ვართ ღვინის ქვეყანა, უკვე მსოფლიოში მიდის ნელ-ნელა ამის აღიარება და ღვინის ქვეყნის მასპინძლებს, რასაკვირველია, გვევალება, მოდი ასე ვთქვათ, მინიმალურ დონეზე მაინც ვიცოდეთ ქართული ტრადიციული ღვინის დაყენებისა და დალევის ტრადიციები. ანუ მინიმალურ დონეზე მაინც რო შეგვეძლოს სტუმრებს აუხსნათ. ეხლა ჩვენ ძირითადად დღეს სასმისებზე კი ვისაუბრებთ, მაგრამ ღვინოსთან დაკავშირებული მთავარი ჭურჭელი, ქვევრი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ. ამით არ დავიწყოთ. ამით არ დავიწყოთ. ქვევრზე მეორე ნაწილში უფრო მეც შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ სასმისებზე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება მინდა, მაგრამ დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას იუნესკომ მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც ჩვენ არც ერთ ჩვენ სტუმართან არ გვრჩება მხედველობიდან, რასაკვირველია ამას ვეუბნებით. და რითაც აი ამ სტატუსის მინიჭებით დადასტურდა ამ უნიკალური მეთოდის უნიკალურობა, ანუ ქვევრში ღვინის დაყენების აი ამ მეთოდის უნიკალურობა და მისი როლი კაცობრიობის კულტურულ ისტორიაში. ეხლა რაში მდგომარეობს ამ მეთოდის უნიკალურობა? ეხლა ისეთ რამეს რაც ყველა მიცის, მაგრამ რას ვუყვებით ჩვენ სტუმრებს? ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მეთოდის უნიკალურობას განსაზღვრავს ორი რამე. პირველი ეს არის უნიკალური ჭურჭელი თიხის, რომელსაც ქვევრი ქვია და დავინტერესდი, როგორ იყო დარეგისტრირებული საკპატენტში. ანუ საკპატენტი ეს არის ქართული ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი და შეგვიძლია სურათიც ვნახოთ. საკპატენტში ქვევრი არის დარეგისტრირებული როგორც კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელი, რომელსაც აქვს 6 ნაწილი. ანუ ამ 6 ნაწილად არის დაყოფილი. მაგალითად შეგვიძლია ვნახოთ, აი ჩავიხედავ, ქვევრის პირი, ქვევრის ყელი, ანუ ცალ-ცალკე ნაწილებია, ქვევრის ბეჭი, ქვევრის მუცელი, ქვევრის ფილი და ქვევრის ძირი. ანუ ესეთი ნაწილებად ძალიან დაყოფილი, აი ესეთნაირად არის დაპატენტებული ჩვენი ქვევრი ამ საკპატენტში. ეხლა მეორე მეთოდი, ანუ პირველი, რაც ჩვენს მეთოდს უნიკალურს ხდის, არის თავად ჭურჭელი, სადაც ხდება ღვინის დაყენება და მეორე თვითონ დაყენების დროს ყურძნის წვენის დადუღება ჭაჭასთან ერთად. ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მეთოდი, ეს არის კახური წესი და იმერული წესი, შეიძლება სხვა წესიც არსებობს, მაგრამ ძირითადად მაინც ამ ორს გამოვყოფთ. კახური წესით ღვინის გაყენების დროს ჭაჭა სრულად გამოიყენება, ხოლო იმერული წესით ღვინის დაყენების დროს ხდება ნახევარი ან ზოგჯერ მესამედი ჭაჭის გამოყენება. ამას მეღვინეები ჩვენ სტუმრებს უხსნიან ხოლმე და მეც მაქვს იქიდან ინფორმაცია. ეხლა როგორია ქვევრის ღვინო? ნებისმიერ სადეგუსტაციო პაკეტში აუცილებლად უნდა შედიოდეს ქვევრის ღვინო. ქვევრის ღვინო არის ყოველთვის მშრალი, არ არსებობს ტკბილი ან ნახევრად ტკბილი ქვევრის ღვინო, იმიტომ რომ დადუღების პროცესი მიმდინარეობს ბოლომდე, ანუ ფერმენტულად არის დახურული და მიმდინარეობს ბოლომდე. ეს რას ნიშნავს? საერთოდ სულ ფიქრობდი ხოლმე, რომ აი რა ალკოჰოლური დუღილი, აი რას ნიშნავს ფერმენტაცია. ეს არის ყურძნის წვენში არსებული შაქრის გადაქცევა ალკოჰოლად და ქვევრში ეს პროცესი მიმდინარეობს ბოლომდე. შედეგად აი დადუღების შემდეგ აი წვენში არსებული შაქარი სრულად არის გადაქცეული ალკოჰოლად და შაქარი პრაქტიკულად არ რჩება მინიმალურ დონეზე, ანუ მშრალია მოკლედ. და რაც შეეხება დუღილის პროცესს, ეს ძალიან საინტერესოა, მარნებში ხშირად მესმის ხოლმე, როგორ ხდება ფერმენტაცია ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, როდესაც ყურძნის კანზე არსებული ბუნებრივი საფუვრით ხდება.
ალკოჰოლური დუღილი, ამიტომაც აი მე ბევრჯერ მინახავს და დასავლეთში არც მინახავს რომ ყურძენი გაერეცხოს ვინმეს, ანუ ყურძენი იკრიფება და პირდაპირ ხდება მისი დაწურვა. სხვათა შორის ახალ ნაწვიმზე ყურძენს არ კრეფენ, იმიტომ რომ წვიმამ შეიძლება ის ყურძნის საფუარი ჩამოეცხოს და სრულყოფილი ფერმენტაცია ვერ ჩატარდეს, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ყურძნის კანზე საფუართან ერთად შეიძლება ბუდობდეს სხვა მიკროორგანიზმები, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, ამის გათვალისწინებით აი დიდი და საშუალო მეღვინეობები მაინც ირჩევენო გარეცხონ ყურძენი, გაასუფთავონ და გამოიყენონ ხელოვნური საფუარი. დღეს მაინც უპირატესობა აი ამ მეორე მხარეს ენიჭება. ეს არის აი ძალიან მოკლედ რაღაცა. ესე აქ უბრალოდ ჩაიკითხებ ინტერესისთვის, რომელია შენი საყვარელი ღვინო? ქვევრის ღვინო მე მიყვარს და ხმძმარაული არის ჩემი ფავორიტი ღვინო. მე გორული მწვანე მიყვარს ესე გემოთიდან ხო. ზოგადად მწვანე მანავის ძალიან კარგია და კი ბატონო. ძალიან ხილის და რაღაცა სპეციალური გემო. ეხლა რაც შეეხება თვითონ მეღვინეობასთან დაკავშირებულ აღმოჩენებს, ჩვენ ტყუილად არ ვამბობთ და არაფერს ვიგონებთ, რომ საქართველოს ღვინის ქვეყანაა. ყველაზე უძველეს აღმოჩენასთან გვაქვს ჩვენ არაერთ გადაცემაში გვითქვამს ამის შესახებ, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მასპინძლებმა, რომ ჩვენ სტუმრებს უთხრათ, ყველაზე ძველი საღვინე ჭურჭელი, რომელიც აღმოჩნდა ხრამის დიდგორაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში, აუცილებლად მარნეულზე მე შემოგთავაზებთ ერთ გადაცემას, ძალიან საინტერესო მხარეა. ცალკე უნდა დავუთმოთ, აუცილებლად და ნამდვილად მარნეულის მუნიციპალიტეტში არის მეცნიერების დათვლით 8000 წლიანი საღვინე ჭურჭელი, ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის წინა ეტაპი ქვევრის, ანუ მას არ აქვს ფლად ბოლომდე ქვევრის სახე და ქვევრის მის ძირში არის აღმოჩენილი აი ეს ღვინის ქვა, რაც უშუალოდ მიიღება მხოლოდ ღვინისგან, რაც უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ჭურჭელი ნამდვილად გამოიყენებოდა საღვინედ. ასევე არის მეორე ჭურჭელი, რაც მუზეუმში გვაქვს, თუ ეს ჭურჭელი 8000 წლით არის დათარიღებული, ჟინვალში ნაპოვნი უკვე ქვევრის ფორმა აქვს მიღებული, ეს არის ქვევრი, მოდით ასე ვთქვათ, ძველი წელთაღრიცხვით მე-3000 წლეულის პირველი ნახევრით თარიღდება, 5000 წლის მაინც. ისე მე მანდ ერთი მაგრამ მქონდა ყოველთვის რა. თუ 8000 წლის წინანდელი ჭურჭელი ვიპოვეთ. იმ ჭურჭლამდე ხომ მივედით მანამდე? ანუ გაცილებით ძველია კიდე კულტურა. ანუ ეს ჭურჭელი ვიპოვეთ თორე სანამ არის კულტურული ჯიშების წიბწებია თქვამი, რაც რა თქმა უნდა წინა ეტაპი ექნებოდა თავისთავად ცხადია. ეხლა რაც შეეხება თვითონ მცენარეს ვაზს და ღვინოს ჩვენს კულტურაში, ჩვენ აუცილებლად ცალკე გადაცემად უნდა გავაკეთოთ. ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში რამდენად არის გამოყენებული ვაზი, ღვინის თემა, მაგალითად ფოლკლორში როგორ არის გამოყენებული ქართულ ორნამენტებში. ორი თემა უკვე აქვე დაიბადა. სამეფო მეფეების შესამოსელში, ანუ საკრალური პროდუქტია, ამას ადასტურებს საისტორიო ჩანაწერები ჩვენი ქვეყნის, ამას ადასტურებს უკვე არსებული და დღემდე არსებული და უკვე წარსულში არსებული ტრადიციები და რელიგიური რიტუალები, ანუ ნამდვილად საკრალური მცენარე და პროდუქტია და არც ერთ მცენარეს, არც ერთ პროდუქტს ჩვენს ქვეყანაში არ გებია ისეთი პატივი და სიყვარული, როგორც ვაზს ჩვენს ქვეყანაში და რაც შეეხება აი ვაზის მოვლის კულტურა, რასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ორიოდე სიტყვა ვთქვათ, მაგალითად აი ვენახში ძველ დროში მე საერთოდ ესეთ ძვირფას ტრადიციებს მივტირი ხოლმე და ზოგჯერ შემიპყრობს პესიმიზმი, რომ რაღაცა ეს ღირებულებები არ დაბრუნდება, ესე მგონია, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაც ხდებოდა ვაზის ყვავილობის დროს განსაკუთრებით იქ არავის არ უშვებდნენ, საერთოდ იყო აბსოლუტურად დახურული და როდესაც ადამიანი მიდიოდა ვაზის სამუშაოდ, ანუ ან გასხლა იყო საჭირო, აკრძალული იყო ბილდსიტყვაობა. მაგალითად, თუ ადამიანი ყურძენს კიდევდა ხელს, მას ავის სიტყვა არ უნდა ეთქვა. და აი დღემდე, რა თქმა უნდა, ხა დღეს დრო შეიცვალა და ასეთი რამე არ ხდება, მაგრამ რატომღაც მე მაინც მგონია, რომ აი ეს მეღვინეები რაღაცა განსხვავებული ხალხია და რაღაც აი ყველაფრის მკადრებელი ხალხი არ არიან. აი სულ რაღაცა ესეთი წარმოდგენა მაქვს. შენ ხარ ვენახი გვაქვს ხომ აი რაღაცა 1000 და ცოტა მეტი წლის წინ შექმნილი საგალობელი, რომელიც აუცილებლად ცალკე გადაცემაში უნდა მოვყვეთ ამ ყველაფრის შესახებ. კი ბატონო, იმიტომ რომ იმდენად დიდია მასალა, უბრალოდ აი ვერსად ვერ ჩავსვით ეს თემა და. ეხლა რაც შეეხება მარანს,
მარნის ტრადიცია, მარანი ძველი ქართული ტრადიციით ითვლებოდა წმინდა ადგილად, მაგალითად თუ იყო სიტუაცია შემოსევები მაგალითად თუ ხდებოდა ან რაღაცა დაკეტილი იყო სიტუაცია და ქვეყანაში მძიმე სიტუაცია იყო, მარანში ხდებოდა მაგალითად ბავშვის ნათლობა, მარანში ხდებოდა ჯვრის წერა და მარანშიც იკრძალებოდა ბილწიტყვაობა. განსაკუთრებით თუ მაგალითად ღვინის დაწურვა ან მისი დაყენება ხდებოდა, იქ არ შეიძლებოდა თქმულიყო ავის სიტყვა, რა ძვირფასი ტრადიცია არის, რამდენად რაღაცა რო ვითვალისწინებთ ამას, რამდენად თან დღეს საქართველოში მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი აი დასავლეთში მაგალითად ეხა სამეგრელოში მამაჩემიც ჩვენი მეზობელი ყველანი თვითონ აყენებენ ღვინოებს. კი, ბაბუაჩემიც ამახსენდება, სხვას ვერასოდეს ვერ ანდობდა ეს უფროსი თაობა ამ ამბავს და დობა ერთია და რა თქმა უნდა ეგ არის ამაზე ელოდები ამდენი ხანი. და ჩვენ სტუმრებს მე ყოველთვის ვეუბნები რომ აი ქართული ტრადიცია რომ ყველა კაცი ოჯახში ღვინოს უნდა აყენებდეს. შეიძლება ყველამ ვაზი ვერ მოიყვანოს, მაგრამ შეუძლია იყიდოს ყურძენი და თვითონ დააყენოს ღვინო და თავისი სახლის ღვინო ყველა შესთავაზოს და თუ ადამიანს ხვის შესათავაზება სტუმრისთვის აქ საშუალება ღვინით გამასპინძლოს, ესე იგი მას სავსე სახლი აქვს და ყველაფერი აქვს. აი პური და ღვინო, აი ძალიან ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი. და მარანს რაც შეეხება, ახლა მარანთან დაკავშირებითაც აქვე გვახსოვს ცოცხალი ტრადიცია შეიძლება გავიხსენოთ ზედაშეს გაკეთება, ანუ ზედაშეს ეძახდნენ შესაწირღვინოს, ანუ სულხან-საბა ესე განმარტავს ამ ზედაშეს და იყო ბევრი ტრადიცია ზედაშესთან დაკავშირებით, მაგალითად რაჭას გავიხსენებდი, რაჭაში სანამ მამაკაცი ზედაშეს გააკეთებდა, მას რამდენიმე დღე უნდა ემარხულა. და შემდეგ აი ესე მოწიწებით ეყრობოდნენ ამას. გარდა ამისა, თქვენ ხედავთ ახლა გამოჩნდა სურათი გოგრის ნაირსახეობის, ეს არის აყირო, რისგანაც კეთდებოდა ორშიმოები და ორშიმოებით ხდებოდა ქვევრიდან ღვინის ამოღება და სხვათა შორის ზედაშესთვის ცალკე ორშიმო ჰქონდათ, რომელიც სხვა დანიშნულებით არ გამოიყენებოდა. ანუ უშუალოდ მხოლოდ აი ამ ზედაშეს გამოიყენებენ. კოლო ჭურას ეძახიან მეგრელები, ამ მწარე გოგრას. როგორ ეძახიან? კოლო ჭურა. კი, აი ამ რისგანაც ორში მოკეთდება აი ამ გოგრის სახეობას. ეხლა მარნის მნიშვნელოვანი ატრიბუტი ძალიან სწრაფად რომ გავიაროთ ეს თემა არის საწნახელი. საწნახელი ჩვენ ბევრი გვინახავს და სხვადასხვა მარნებში ძალიან უნიკალური საწნახელებია შემორჩენილი. სადაც უშუალოდ იწურება. სადაც უშუალოდ ხდებოდა ყურძნის დაწურვა, თუმცა საწნახელი არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, მაგალითად ევროპაში, ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებში, ავსტრალია, ამერიკაში ძალიან აქტიურად გამოიყენება და ძალიან საინტერესო ფოტო ვნახე საწნახელის გამოყენების ყველაზე ძველი გამოსახულება, ეს არის ძველ ეგვიპტური საწნახელი, რომელიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვით მე-14 საუკუნით. ეს არის ეგვიპტეში, თებეში აღმოჩენილ სამარხზე არის გამოსახული. ასე რომ, საწნახელი სხვადასხვა ფორმით სხვა ქვეყნებისთვისაც არის დამახასიათებელი. ეხლა საწნახელიდან ღვინო გადადიოდა ქვევრში და ქვევრის ზომებს რაც შეეხება, ანუ ჩვენ სტუმრებს უგეკითხებიან ხოლმე რა ზომის ქვევრებია, იყო მაგალითად მცირე ზომის, მაგრამ დიდი ზომის ქვევრები, თქვა 8-10 ტონა რო ჩადის ქვევრში, ხა რამდენად თავდაჯერებული უნდა იყოს მეღვინე, რომ 10 ტონიან ქვევრში დააყენოს ღვინო. აი როგორი განათლება და ცოდნა სჭირდება მას, მაგრამ ჩვენი ძალიან ბრძენი წინაპრები მიმართავდნენ სხვადასხვა ხერხს და აი ამ დიდი საწნახელის გარშემო იმარხებოდა პატარა საწნახელის კი არა, ქვევრის გარშემო იმარხებოდა პატარ-პატარა ქვევრები, რომელსაც ქოცო ქვია, ქოცო. ჩვენ გვაქვს ფოტო, პატარა ქოცოები და რას აკეთებენ? ხა ეს არის ძალიან პატარა ქვევრი, რომელიც ყოველთვის იმარხება გარშემო აი ამ დიდი ქვევრის და ქოცოში ისხმება ის ღვინო, რაც დიდ ქვევრში. და პერიოდულად მეღვინე ხსნის ამ ქოცოს სინჯავს ღვინოს და ამით ადგენს, რამდენად არის მზად დიდი ქვევრი გასახსნელად. და მხოლოდ შემდეგ იღებს გადაწყვეტილი ტესტერებია. აი უნიკალური მიგნება არის, ჩემი აზრით, ქოცოები და სხვათა შორის შუა საუკუნეების არქეოლოგიურ მასალაში აი ძალიან დიდი რაოდენობით ქოცო გვაქვს შემორჩენილი.
ეხლა რაც შეეხება გადავინაცვლოთ უკვე მარნიდან უკვე გადავიდეთ უნდა სუფრაზე და მარნიდან აი ქვევრიდან ამოღებული ღვინო სუფრაზე მიდიოდა დოქის სახით. ანუ დოქებით კი ბატონო. აუ როგორ მიყვარს აი არ ვიცი. ყალსაც სხვა გემოაქვს აი დოქიდან ჩამოასწრე. ნამდვილად მართალი ხართ, ამას აქვს თავისი, რა ქვია, რატომ აქვს წყალსაც კი სხვა გემო დოქში, უნიკალური ფორმის ჭურჭელი არის, აქვს გრძელი ყელი, ვიწრო პირით, რაც ხელს უშლის ჰაერის დიდი ნაკადით შეღწევას და დაჟანგვა ხდება ნაკლებად, ანუ ღვინო არ ფუჭდება. გარდა ამისა, შიგნით მოხვედრილი ღვინო ქვევრიდან, რაცა უნდა ცხელი ზაფხული იყოს, მაინც ტემპერატურას ინარჩუნებს, სიგრილეს და ამიტომაც ის გამოიყენებოდა სხვა წყლის მოსატანადაც. წყლის მოტანის გარდა, დოქი უნივერსალური იმით არის, რომ აი ძველ საქართველოში დოქი წარმოადგენდა საწყაოს. საზომ ერთეულს და მაგალითად ვაჭრობის დროს გამოიყენებოდა სამეფო დოქს ეძახდნენ ესე, რომლის ზომა მოცულობა იყო კანონმდებლობით განსაზღვრული. ასე რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ის იყო. თიხისგან დოქის ხდებოდა მისი ორნამენტირება, მაგალითად ვხედავთ სხვადასხვა ტიპის, ანუ მაღალი წვრილი ყელი აქვს მუცელი, ასე ვთქვათ და ნისკარტი. ეს ნისკარტიც პრაქტიკულია იმით, რომ არც ერთი წვეთი არ იღვრება. ანუ გვეძლევა საშუალება, რომ სრულად ჩავიდეს ეს დოქი ჭიქაში. ანუ ძალიან ისეთი საინტერესო და უნიკალური ის არის. გარდა ამისა, საღვინე დოქებს გააჩნდა მდიდარი დეკორი. იყო მაგალითად ეწერა სურვილები, სადღეგრძელოები ეწერა ზოგჯერ, იყო სახელობითი დოქები და ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია. შორის დოქის ფორმის ჭურჭელი, რომელიც არის უფრო პატარა და გრძელი, ფართე პირით, ეს ჭურჭელი არის ხელადა. ზოგიერთ მხარეში, ანუ კუთხეში ჩვენთან ხელადას იყენებენ დოქის სინონიმად, მაგრამ სინამდვილეში აი ესე გამოიყურება. სინამდვილეში არის ხელადას უფრო ფართე პირი აქვს, უფრო პატარაა. უფრო პატარაა, რაც ასე ვთქვათ, ესეთი ერთგვარი პრაქტიკული ჭურჭელი იყო. ეხლა იმ სასმელებზე ჩვენ ძალიან ბევრი სასმელი გვაქვს, იმდენად სასმისი გვაქვს, იმდენად ბევრია, რომ მე ვცდილობდი ეხლა ამერჩია ისეთი, რომელიც ნაკლებად არის ჩვენს კულტურაში შემორჩენილი, ნამდვილად არ დამავიწყდა ყანწი და ფიალა, ამაზე აუცილებლად სხვა გადაცემაში აუცილებლად ვისაუბრებ, მაგრამ დღეს მაინც იმ სასმისებზე გავაკეთებ აქცენტს, რომელთან დაკავშირებული ტრადიციები, აი ჩემი აზრით არის დაკარგული. და მისი შემოbrunება არ ვიცი, რამდენად არის. ნაკლებად ხვდებით უკვე ქართულ სუფრაზე ისეთ რაღაც დახვეწილ ქართულ ძველ ჭურჭელს და ნამდვილად ასე. სამწუხარო ეს რომ ესე იკარგება და სუფრის დეგრადაციასთან ერთად მოვიდა ალბათ ეს ყველაფერიც ქართული სუფრის. ნამდვილად ესეა, ზუსტად იქითკენ მიყავს საუბარი, აი მაგალითად რო დავანებოთ თავი ამ ყანწს და ფიალას, მოდით დოქთან დაკავშირებული რაღაცა იმ კატეგორიაში მყოფი ჭურჭელი გავიხსენოთ და ერთ-ერთი პირველი, რაც ამ შემთხვევაში გვახსენდება, ძალიან დახვეწილი, ორიგინალური კოპწია, ეს არის ჭინჭილა. ეს არის ჭინჭილა, ეს არის ჭინჭილა, რომელიც აი რაღაცა ძალიან წვრილი ყელი აქვს და ნახეთ როგორი რაღაცა ხდებოდა, რაც ჩემთვის აი ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება არის, ღვინო გადადიოდა წვეთ-წვეთად. ანუ სმელს ღვინო ეძლეოდა ძალიან მცირე ულუფებად, რაც ღვინის მოყვარულ ადამიანს ანუ უხანგრძლივებდა აი ამ ღვინისგან მიღებულ სიამოვნებას და საერთოდ სმის პროცესსაც უფრო ხანგრძლივს ხდიდა და თითქოს ყველაზე კოხტად გამოიყურება. ძალიან და მისი დამზადება მოითხოვდა ძალიან დიდ ოსტატობას, ეს არ იყო მარტივად დასამზადებელი ჭურჭელი და არის ესეთი ეთნოგრაფი ელგუჯა იოსელიანი, რომლის ჩანაწერებში ჩანს რომ ჭინჭილა იყო განსხვავებული სასმისი ქართულ სუფრაზე და ძალიან სათნო და სათუთი სადღეგრძელოები ითქმებოდა. მაგალითად, ჭინჭილით ადღეგრძელებდნენ ბავშვებს, მოხუცებს და მეუღლეებს. ასეთი ტრადიცია არსებობდა. სხვათა შორის ამის დაცვა მოითხოვდა ალბათ კიდე სხვა მოთმინებას, ხო, იმიტომ რომ ძალიან ნელ-ნელა განმოდიოდა. კი, უბრალოდ ჩვენ რა ეტაპზე იყო ეს მთელი. რა თქმა უნდა, აი ღვინის კულტურა
საერთოდ ჩვენ კულტურაში ჩვენ ღვინოს იმ რაოდენობით რაც ეხა სუფრებზე ისმება, უბრალოდ ეს არავითარ კავშირში არ არის ჩვენი ღვინისმის კულტურასთან, რაც ჩვენ გაგვაჩნდა სხვა პერიოდში და რამაც მოგვიყვანა რეალურად აქამდე. ეხლა ძალიან ისეთი კურიოზულია თუ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რომ ერთმა არანში ვნახეთ და ჩვენი სტუმრების დიდი გაკვირვება გამოიწვია, აი ამ ჭინჭილებით შროშაში მცხოვრებმა მეთუნეებმა გააკეთეს ძალიან საინტერესო და ორიგინალური სასმისი, რომელსაც ქვია სამტანა. შეგვიძლია ვნახოთ, ეს არის სამი ერთმანეთზე მიდგმულ ჭინჭილას, ზევით დააშენეს კიდევ ერთი ჭინჭილა, რომელიც ზიარჭურჭლის პრინციპით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. სხვადასხვა მარნებს აქვთ ესეთი ის არის, ანუ ეგრევე ეტყობა, რომ თანამედროვე ჭურჭელია და ამ სასმისებს შორის, როგორც მითხრეს მეღვინეებმა, ყველაზე რთულად დასალევ სასმისთან ნუსხაშია ჩვენი სამტანა, რომელიც ძველი უფრო ლამაზია ჩემი. ძველი ლამაზი არ მარტო გარეგნობით, კონცეფციითაც არის რა თქმა უნდა განსხვავებული. კიდევ ერთი სასმისი ამ კატეგორიაში დრო რო არ წავიდეს, ეს არის ყარყარა ჩვენ ეროვნულ მუზეუმში, აი ეს ყარყარა არის ჩემი ფავორიტი შედევრია, რასაც ქვია და თქვენ ხედავთ, რომ ყარყარას აქვს დაგრეხილი ყელი. მაგალითად სულხან საბა ამბობს, რომ მის ღვინის დალევის დროს გამოცემულ ხმასთან არის დაკავშირებული მისი სახელი, როგორ გადადის წვეთებად. სხვათა შორის ყარყარას შიგნით აქვს ფირფიტა, რომელიც ასევე აფერხებს ღვინის დიდი ნაკადით წამოსვლას და ესეც ისევე როგორც ჭინჭილა არის დასალევი, რომელიც არის ზუსტად იმისთვის განკუთვნილი, რომ ნელ-ნელა დალიოს ადამიანმა და მიიღოს სიამოვნება ღვინისგან. ანუ აბსოლუტურად სხვა კულტურის და წესის მატარებელი ჭურჭელი გვაქვს. სამნაწილად კეთდებოდა, ანუ ზედა თავი, შუა ნაწილი და ქვედა ძირი. მაგალითად, უფრო დაბალი ფენა აქ ლითონის ის არის წარმოდგენილი, შუა ესეთი მუცელი, ასე ვთქვათ, ყარყარასი, სხვადასხვა ხისგანაც მზადდებოდა, მაგრამ ძირითადი აი რაც შემოგვჭა არის ლითონისგან მოსევადებული, ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული სასმელია. და სხვათა შორის იტალიელი მოგზაური არქანჯელო ლამბერტი ამბობდა ყარყარაზე, რომ ქართველებმა ისეთი სასმისი მოიგონესო, რომ უღვინოდაც თვრებიანო. ანუ იქ არომატით, აი ეს ნელ-ნელა დალევით იმ ალკოჰოლს იღებდნენ, შესაბამის ალკოჰოლს და არ იყო საჭირო 20 ლიტრი ღვინის დალევა. აი ესეთი პატარა ულუფებითაც შეიძლება ამ სიამოვნების მიღება. კი ბატონო. კიდევ ერთი განსხვავებული, ახლა უკვე თბილისში არაფერია გამორიცხული, შეიძლება გამოკვლევა ამ საკითხის. ეხლა თბილისთან დაკავშირებული აქ საერთო ჩამონათვალშიც ჩანს, თბილისში ყველაზე გავრცელებული ყარაჩოღელების და თბილისელებისთვის საყვარელი სასმისი იყო აზარფეშა. აზარფეშაზე ცალკე დისერტაცია შეგვიძლია დავიცვათ, მაგრამ უბრალოდ სხვა ყოვზის ფორმის უაღრესად საინტერესო სასმისი, რომელიც იყო აი ესეთი კამარში იკეთებდა. ყველას თავისი აზარფეშა ჰქონდა, ამასაც აზარფეში დადიოდნენ და იყო მაგალითად ზოგიერთ აზარფეშას, ახლა მუზეუმებში და ბევრგან გვაქვს ნანახი, შიგნით იყო ძირზე გამოსახული, ეს ამოწეული სამგანზომილებაში ფრინველის ან ცხოველის პატარა ქანდაკებასავით, რომელიც აი ირხეოდა, როდესაც იქ ღვინოს ასხამდნენ. და ძალიან ხშირი იყო ხომად სახელობითი აზარფეშები დატანებული ხელოსნის. კი, მთელი ჭედურობის რაღაცა აპოთეოზი იყო, წარწერები ტარზე ძირითადად იყო გაკეთებული და შემოგვჭა უნიკალური აზარფეშები, რომლის ნახვის შესაძლებლობაც არსებობს, რა თქმა უნდა. ესეც ერთხელ ეს ძალიან პატარა ჩანართი აი ზუსტად ლუარსაბი რო ვახსენეთ, მახსოვს თან რამდენად ტრაგიკულია და თან რამდენად გასახარის რაც მოხდა ერთხელ ადრე, როდესაც მან თავისი რესტორანი გააკეთა, იქ ჰქონდა საკოლექციო აზარფეშები და ერთხელ გაქურდეს და ფული წაიღეს. და აზარფეშა ამბობდა რომ მიხაროდეს თუ მწყინდეს რომ არ იცოდნენ ეს რა განძი იყო. აი ამაში ამიტომ არ ვიცი, სერიოზული პრობლემები გვაქვს ახლა. კიდე კაი განათლებული კუდები არ შევიდნენ, თორე აზარფეშას როგორ დატოვებდნენ მაგრამ. ვიჭერი რომ არ გივიდნენ. და ძალიან განსხვავებულია, ბევრი სხვა სასმისისგან არის აბსოლუტურად განსხვავებული. კიდევ ერთი სასმისი, რომელიც არის აბსოლუტურად ორიგინალური, ეს არის კულა.
ზოგან ეძახიან მაგალითად დასავლეთში კუმკულას და ესეც არის. დელზე ესენი ითრობინება ძალიან რა. ანუ პატარა და წვეწვედა წამოდინებული სასმელი არის. ამბობდა ლამბერტი, რომ ესეთი გამოიგონესო, რომ უღვინოდ ათრობს. ეგრე არის, ეგრე. ესეთი სასმისია აქაც მაგალითად კი ხედავთ ჭედურობის რა ხარისხია გამოყენებული და სხვადასხვა ქვევით რომ მრგვალი იყო, აქაც ის აყიროს, ანუ იმ მწარე გოგრის იმის სახეობა აყიროს ის გამოიყენებოდა და როგორც აი ორში მოსავით ამუშავებდნენ. თუმცა იყო ლითონისგანაც გაკეთებული და ხდებოდა მისი დამუშავება, მოვარაყება და მთელი ამბავი. სხვადასხვა აი სულხან-საბა ამბობს, რომ დალევის დროს, კულას რო სვამდი, თან გამოსცემდა მუსიკალურ ბგერებს. და სასმისი ხმით, ანუ ესე აღწერს სულხან-საბა. და ძვირფასი ქვები, გიშერი, საოცარი მორთულობა იყო და აქაც კულა ბევრ ოჯახშია სხვათაშორის, უფრო მეტში ვიდრე ვთქვათ, სხვა სასმისი. როგორი ლამაზია რა. კიდევ ერთი სასმისი, რა ჩვენი სტუმრების ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს და მარნებში ხა აქვთ საჩვენებლად გამოჩენილი, ესეც არის სასმისი მარანი. შეგვიძლია ვაჩვენოთ. ეს არის ქართული მარნის იმიტაცია არის, ეს მე მგონია რომ უფრო შედარებით ახალი სასმისია. აქაც არის აი მარანში დამარხული ქვევრები, რომელიც რა თქმა უნდა ორ ეტლოს. ეს ისინი არის. ზიარჭურჭლით არის. მარანი. კოცები კი არა. კოცოები. კოცოები. ნუ აქ ყოველ შემთხვევაში კონცეფცია არის ის, რომ ქვევრში მარანში დამარხული ქვევრები არის წარმოქმნილი. მარნის იმიტაცია არის. ძირითადად 6-ია ხოლმე მე რაც მინახავს ყოველ შემთხვევაში და ერთმანეთთან არის ეს პატარა ქვევრები დაკავშირებული და იმ თავთან ზოგჯერ არის ცხოველის თავი, მცენარის თავი და ფრინველის თავი და მოკლედ იმ თავიდან ნისკარტიდან ან ტუჩიდან ხდება მთლიანად ღვინის დალევა. სხვათა შორის ჩვენ სტუმრებს ხშირად ვეუბნებით, ჩვენ და აი მარნებშიც ხშირად გვეუბნებიან, რომ აი ამ მარნით, ანუ სასმისი მარნით ხდებოდა განსაკუთრებული სტუმრების დალოცვა. განსაკუთრებული სტუმრების დალოცვა, თუ მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი სტუმარი მოგივიდოდა. ჩვენ სტუმრებს განსაკუთრებით მოსწონთ ეს ამბავი, რომ როდესაც მაგალითად ვეტყვით, რომ აი თქვენ როგორც განსაკუთრებულ სტუმრებს აი ამ სასმისით დაგვოცავდნენ ქართულ სუფრაზე, მათთვის ეს არის განსაკუთრებული. ესე იგი, მთლიანობაში ძირითადად ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ბევრი რამის თქმა შეიძლება, უბრალოდ არის ესეთი მომენტი, ანუ როდესაც ვუყურებთ აი სასმისების ისტორიას. აი წმუნდებით ეთრამეში, რომ ეს არ არის მხოლოდ ღვინის დასალევი ჭურჭელი, უბრალოდ სასმისი არის ეპოქის სახე, საზოგადოების სახე და იმ ტრადიციების სახე, რასაც